გამარჯობა, მოგესალმებით, დადგა ნანატრი დრო რომ შევსულიყავით ეთერში ამ პრესკონფერენციის გამო ცოტათი დაგვაგვიანდა, მაგრამ თავარია რომ ეთერში ვარ და თავარია მყავს ფანტასტიკური სტუმრები, რომელიც ერთი სტუმარი მე მიშვენებს მხარს და მეორე გვანცას. და მე ორი მამდიდოსთან მიშვენებს მხარს. მადლობ ძიმა, მაგრამ ეს ბავშვები არიან სრულიად უნიკალური და ვუნდერკინდები არიან, იმეთი რა უნდა თქვა. ეს პატარა ადამიანები, რომლებიც ეს არის დაჩი, რომელიც ერთი კვირის წინ გახდა 4 წლის. დაჯი პატრიძე და ის არის დავითი, რომელიც ჯერ კიდევ 3 წლის. დავით აგაშენაშვილი, რომელიც 1 წლიდან დირიჟორობს სულ. წლიდან 8 თვიდან. დედამ ჩასწორება. 3 წლის არის და წლიდან 8 თვიდან დირიჟორობს. მე ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება ეს. საიდან დაადგილეთ, რომ ეს უნდა ეკეთებინა, საიდან მოუნდა თვითონ როგორ შეატყვეთ თქვენ ხო? პატარა პიანინო გაჩუქეს, მოუტანეს საჩუქრად პატარა პიანინო სათამაშო უბრალოდ. რომელსაც ხმა ეწეოდა და პირიქით, დაბლდებოდა, ასევე რითმი უჩქარდებოდა და უნელდებოდა. და ამით დაიწყო თავისით მოსმენა, ხმას უწევდა, ხან დაუწევდა ხმას და იმაშებოდა რითმსაც აჩქარებდა და ანელებდა. და თან ხელს აყოლებდა ამ ყველაფერს. მე არავინ ყურადღება არ მიაქცია და ბიძამისმა შემთხვევით ჩართო ოპერა, კომპიუტერით მოუტანა და ჩაურთო, რაზეც ბავშვი დაჯდა და ესე უყურებდა და ააყოლა ხელი. იმის შემდეგ გაეცე დირიჟორებს თავისი. როგორ ააყოლა ხელი? თავისით აყვა და იმას დირიჟორს რო უყურა, დირიჟორის როგორ უნდა ააყოლო ხელი, როგორ ხდება და თუ ეს როგორ უნდა ააყოლო ხელი მუსიკას? შეიძლება მაჩვენო პიანინოს პატარა პიანინო როცა ქონდა როგორ ააყოლე ხელი? მანჩვენი პატარა ჯოხიც ქონდა მე. რა მაგარია პატარა. და როგორ აკეთებდი, გვაჩვენებ? შეგვიძლია გარეშე როგორ გაჩვენებ დირიჟორი? პატარა ჯოხი აქვს იმითი? მუსიკაც გვექნება აუცილებლად და იმედია ეს პატარა სიმორცხვე, ასე ვთქვათ, გაივლის, ხო? დაჩი სხვა არ ეძინება. იცი, დაჩი, იმდენი ქვეყნის სახელწოდება იცის და რუქაზე ცნობს ყველაფერს და ყველას, რომ მე მგონი ისა დაღლილი იქნება ნამდვილად ამდენი ინფორმაციისგან. დაჩი. ეს ნიჭი როგორ აღმოაჩინე? 2 წლის იყო, როდესაც ბევრი მანქანები ყავდა და რუკაზე ნახა ფერები. და მანქანის ფერებით გაიმახსოვრა ქვეყნები. მე მაგალითად მანქანის ფერები, აი წითელი ისა მაქვს აქ სარეცხის სამაგრი და ფარტი. ამ ფერის რა გვაქვს აქ? შეგიძლიათ დაჩიმაჩვენო ეს ფერი რა არის? რომელი კონტინენტია ეს ფერი? ცოტა აი აქ მოკატვაც და მე ვერ ყვევი. დაუშვათ მაქვს რამდენიმე მანქანა. ნახეთ, წითელი, მწვანე არ მაქვს? ეს ვითომ მწვანეა? ნახეთ, ცოტა მწვანე. დაჩი, დამეხმარე რა, როგორ უნდა ვიცნო ეს ქვეყნები და ეს შეგიძლია წამოჭდე რომ შეგახედო კარგად? დაუდე. მაშინ მეც შენთან ერთად მივწვევ. აი ეს ყვითელი რა არის აქ? ძალიან დიდია ეს, ხო? ვიცი რა არის. მე არ მკითხოთ ეგ არაფერი. არც ეს არ კითხავთ, მარტო დაჩი აქ პროფესიონალია ამის ცნობაში. ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვისაც ვიყავით მზად და მოვამზადოთ ვიდეო, სადაც დაჩი საკუთარ სახლში, საკუთარ ოთახში ძალიან თამამად ასახელებს აბსოლუტურად ყველა კონტინენტის, ყველა ქვეყანას. და ამას აკეთებს სრულიად თავისუფლად და შეუფერხებლად, გონების დაუძაბველად, თითქოს კედლებში ხომ? შვიდად და მე ვიცი რომ დაჩის ბები არის მასწავლებელი ხო გეოგრაფიის. ამას რამე კავშირიან გავლენა ქონდა დაუშვათ დაჩის ამ კუთხით განვითარებ. ანუ ბები ასწავლიდა ესე ვთქვათ ხო ალბათ. კი, ერთხელ რომ ვანახეთ ყველაფერი მე თავისით დაიმახსოვრა. რა საოცარ ფენომენალური ნიჭია და როგორ განვითარდება მე ძალიან მაინტერესებს აი მომავალში. ეხლა გასაგებია რომ პატარები არიან და ესენი კი არა 40 წელი ტელევიზიაში და მეც რაღაცა ის მაქვს. აი ოჯახში უკვე არის ვთქვათ საუბარი იმაზე რომ აი დაჩი რა გამოვა აქედან გამომდინარე და რაღაც მის პროფესიაზე არის მინიშნებები რომ აი რა დაჩი აუცილებლად უნდა გაყვეს ვთქვათ გეოგრაფიის სფეროს. ჯერ არა, მაგრამ რა შეიძლება საერთოდ არ მოუნდეს მე კაცმა არ იცის ეხლა რა იქნება უბრალოდ ეხლა ამ წუთას არის ნამდვილად აღსანიშნავი გარემოება და ფაქტი რომ ეს ხდება ჩვენ ეხლა ვიდეოები გვაქვს ანუ შესაბამისად მომიზადეთ რომ პატარები არიან და მართლა შეიძლება რაღაც თავის მონაცემები ვერ წარმოაჩინო ყურში რაღაცა დამეწკაპუნა ბოდიში
და ნახოთ ეხლა მაშინ, ხო? და აი აქედან დაგვრჩება უკვე კარგი შთაბეჭდილება და აი დავითი ვნახოთ როგორ დირიჟორობს ჯერ და მე ვნახოთ უკვე დაჩის ვიდეოც. გადადებული უსმენდა საკუთარ შემოქმედებას, არც მეტი, არც ნაკლები. ნიკა მემანიშვილმა ნახა ეს ვიდეო, როგორც ვიცი, ნიკოლოზ რაჭვება ძალიან დიდი ფურიში. ნიკა. ნახა და რეპეტიციას მიიწვია, ხო, როგორც ვიცი. აი, როგორ იყო იქ რა ხდებოდა? აი, ეს უკვე ცოტა მოგვიშინაურდა, მე მგონი გვიცინის რაღაცა, მე მუსიკას ჩავართავ და ნახოთ, აბა თუ გააკეთებს. კაი იყო ნიკასთან, რაჭველთან? ენა გამოუყავი იმასაც? და ვინ დაგხვდა იქ რომ მიხვედი? დაგხვდნენ მუსიკოსი, დაგხვდა ორკესტრი? ბევრი მუსიკოსები დაგხვდნენ? ანუ ვინც უკრავდა ესე, ზოგი ვიოლინოზე, ზოგი რაღაცა სხვანაირ ინსტრუმენტზე. დაგხვდნენ ესეთი ადამიანები თუ არ დაგხვდნენ? დაგხვდნენ! გამოვიცანი, მე რაო რა გითხრეს? შენ გაუკეთე ესე ხელები როგორც აკეთებ ხოლმე? უდირიჟორე? ჩოხი არ წამოიღე? დირიჟორი? წამოდი ახლა, მოდი შენ ჩემთან წამოდი მონიტორთან. აბა ერთი ჩაგვირთებ მონიტორთან ეს კადრები წამო. წამოდი დედასთან ერთად. ვიდი, აი უყურე ახლა გამოჩნდება ყველაფერი, მუსიკა ჩაირთვება და დავიწყოთ. მიდი. ეს ჩოხი გამოგვადგება? არა, გამოგვადგება ეს ჩოხი. აი შეხედე. გამოვიდა, აი ნახე ორკესტრი და გამოვიდა დათო. აბა დავით აგაშენაშვილი უდირიჟორებს ორკესტრს. აბა ნახე.
რადგან პირდაპირ ეთერში ეხლა ეს ამა გააკეთა ამასაში. ამას ძალიან დიდი მოვალი ექნება დარწმუნებული ვარ. მაგარი. აპლოდისმენტები? ვიცით ჩვენსკენ. დიდი ბოდიში, მაგრამ ისე ვერქნა როგორც აკეთებს ხოლმე. ნუ თავისთავად ეხლა აქ ცოტა ისეთი გარემო, ამდენი კამერა, ამდენი ხალხი ეს აბსოლუტურად გასაგებია ყველაფერი. თუმცა რიტმის შეგრძნება და მუსიკალურობა. ეს რაღაც მომენტში მე არ ვიცი ეგ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ესეთი ინსტრუმენტები ღებია. ესენი რა ქვია? კარგი. დარტყმები. ეხლა მოდი კიდე გვაქვს ვიდეო ერთი, ნახოთ. აი ამ ადამიანის ფენომენალური ნიჭი. დღეს ძალიან ისე იქცევა, ნუ არ თulis საჭიროთ, რომ დღეს ჩვენთან აქ რაღაცა არავის შედეგში ალბათ და ნახოთ, აი ეს ვიდეოს ნახოთ. და მე იქნება რაღაცა გითხრას უკვე თავის თავს რომ დაინახავს. ნახოთ. აბა ნახოთ. დაჩინახე. კიდე? თუთეთი ვიცი. კიდე? იზანი ვიცი. ეს აზანეთი ვიცი. პაკისტანი ვიცი. დარი ბაბუ? იტალიაში. და დიდი ბრიტანეთი? დიდი ბრიტანეთი ათა. მანდარი. ეს რა არის? ზელანდია. მადაგასკარი სადა გვაქვს? მადაგასკარი ათა. ეს რა არის? ჩინეთი. ესა? მონღოლეთი. ეს მონღოლეთი. ეს რა არის? აფრიკა. ალჟირი სად არის აფრიკაში? ალჟირი ათა. ეს არის ფილიპინები, ეს ვიეტნამი. ეს ვიეტნამი. ავსტრალია? ავსტრალია. ოვაჩო. ფინეთი ათა. და შვედეთი? შვედეთი ათა. ნორვეგია? ნორვეგია ათა. კუბა სად არის? აი დუბა. კუბა არის თუ დუბა? კუბას ვედიდაში. ვერ ვიცახი კუბასო. კორეა. კორეა. ახლა იაპონია მაჩვენე? იაპონიათა. იაპონიასთან რომელი ოკეანე გვაქვს ბაბუ? ტარიოკეანე. ტარიოკეანე. ინდოეთი მაჩვენე სად არის? კამჩატკა. კამჩატკა. აქეთ რა ოკეანია აქეთ? ტარიოკეანე. ეს ამერიკა, ბრაზილია, დუბა, მექსიკა, ეს ამერიკაში, რუსეთში. ეს რომელი ოკეანია აქ? ატლანტის ოკეანე. აი ჩილოთული ოკეანე. და ინდოეთის ოკეანე აჩვენე სად არის? ინდოეთის ოკეანე ათა. ეს ატლანტიდა. ეგ ანტარქტიდა, ხო? შეყვარებული ყავს? ხო. რა ქვია? ნიტა. უთხარი მე რო გიყვარს? ხო. მე რაო იმან? იმან არავა. იმან არა. აქ არის 2 წლის, ხო? და მე მინდა თქვა რომ დარჩი არის სხვა ამბების აღმოჩენა და ეს ვიდეო უკვე 2 წლის არის ამის თქმა მინდა რომ დარჩი ხარ არის 4-ის მაშინ იყო 2-ის და ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ რაც ეს ვიდეო გავიდა ტელევიზიით შემდეგ ყველა ეკითხებოდა ეტყობა ყველას თხოვდა მისულიყო ატლასთან ცოტა ასე ვთქვათ შეიბოჭა ბავშვი და ხო უკვე ატლასთან უკვე ისე იყო მაგრამ ეხლა რაღაც სხვადასხვა ინტერესები ქონია დისკომფორტი შევუქმნით ალბათ დღეს მაგრამ ნუ არა ნამდვილად და ძალიან კარგად მესმის მისი დაჩი და რა ინტერესებია უყურე იმ კარგ ბისიკა ყველა რო გამოიცნო ყველა რუქაზე ყველა ქვეყანა უყურე რა მაგარი იყო ხო და იმ ბიჭყავდა ერთი შეყვარებული და ხანდაჩის უკვე 3 ყავს იცით აბა ხო ეგრეა ეგრეა დაჩი ხო ეგრეა ხო 3 შეყვარებული ჩვენ მოკლედ რა ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია დიდი მადლობა უნდა გითხრათ გულწრფელად რომ ეს ადამიანები ჩვენი სტუმრები იყვნენ პატარები და გველოდნენ თანამდენი ხანი ჩვენ ბრალი არ არის ეგ რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ერთი რაც გვინდა რომ წარმატებები ვსურვოთ და ძალიან საინტერესო იქნება როგორ განვითარდება მათი ცხოვრება ალბათ მომავალში რა იქნება მე მგონი ვუნდერკინდები დირიჟორობის საბავშვი ძალიან კარგი ის არის პერსპექტივა რა ვიცი ხა ნიკაც დაგვემოწვევა ალბათ და ნახოთ რა ვიცი ძალიან რთულია და ეს ეხა იქ ავღანეთი და კუბა და არ ვიცი კუბას ვერ ვამბობ ეხა კუბას ამბობ კუბა თქვი მოკეთაჩი კაბი მოდი აღარ ვაწავლოთ ჩვენი პატარა ბავშვები დავასვენოთ ცოტა ხანი და ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სიუჟეტი მომზადებული რომელიც არის მოძიებული ასე ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნების აი ასეთი მაგალითები უცხოელი ბავშვები რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ფენომენალური შესაძლებლობები ჩვენებრივი ბავშვები ნახოთ სიუჟეტი Go go go
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს შორის ინტერნეტ სივრცეში ბოლო პერიოდში პოპულარობა 10 თვის გოგონამ მოიპოვა, რომელიც წყალში პროფესიონალის მსგავსად ცურავს. With one breath. I was with one breath. პასადენას საჯარო ბიბლიოთეკაში 4 წლის რიჩარდ ჰომპანი კლასიკურ კომპოზიციას ასრულებს. ის თითქმის 1 წელია კონცერტებს სხვადასხვა დიდ დარბაზებში მართავს. 4 წლის ვუნდერკინდს დაკვრა სისარტყელის მეთოდით დედამ ასწავლა და ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ნიჭიერის შემსრულებლად ცნობილმა მუსიკოსებმა აღიარეს. ეს იოტა მიაზავა, იაპონელი როკ გიტარისტი. ის სულ რაღაც 5 წლის იყო, როცა ცნობილ ჰიტებს საკუთარი გიტარით ასრულებდა. ვირტუოზი მალე იმდენად ცნობილი გახდა, რომ ის გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს და ამის შემდეგ ელენის შოუშიც მიიწვიეს. ექვსი წლის ვუნდერკინდის ანაზე ელაიტა ანდრეს ნახატები უკვე მილიონებადაა შეფასებული და ცნობილი ბაიერების ხელშია. ავსტრალიელი ვუნდერკინდის მშობლები მხატვრები არიან, თუმცა მათი შვილი ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ელაიტა ანდრეს პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში 2011 წელს გაიმართა. მაშინ ის სულ რაღაც 4 წლის იყო. მისი სურეალისტური ფერწერა მსოფლიომ უკვე აღიარა. I will dance and dance. ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან, ცნობილები ინტერნეტ სივრცის მეშვეობით ხდებიან. თითოეული მათგანი წყალზე თხილამურით მოცურავე 8 თვის ნიკის მსგავსად მსოფლიომ სხვადასხვა საიტების საშუალებით გაიცნო.